2016 წელს Google Earth-ით გადაღებული ფოტოები გავრცელდა, სატელიტური ფოტოები, რომ ანტარქტიდაზე ფოტოები გადაუგეს პირამიდებს. და ეს ფოტოები ვირუსულად მოედო მთელ მსოფლიოს. ყველაზე დიდმა არხებმა მსოფლიოში გააკეთეს ამაზე სიუჟეტები, პოდკასტებში განიხილეს და უამრავი ამბავი მოყვა. თუმცა რაღაც მომენტში კოორდინატები აირია, რომ ბევრ ხალხს არ ენახა და საჯარო წნობიდან თითქოს გაქრა. თუმცა საბოლოოდ მაინც გავრცელებული იყო და მათ პასუხები მივიღეთ. საბოლოოდ საზოგადოებები ყველანაირი მეცნიერულიც და არამეცნიერულიც შეთანხმდა, რომ ეს ფოტოები არ არის ყალბი და ნამდვილია. გადამოწმებადი იყო მაინც და იმიტომ. მაგრამ როგორ? რა უნდა იქ პირამიდებს? სადაც -60 გრადუსია ტემპერატურა საშუალოდ და ქარიშხლები და 200 წლის წინ გადავედით პირველად. და მაშინ ვინ ააშენა პირამიდები? ამაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ორი პასუხი, რომელსაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ყავს. გეტყვით ორივეს და თქვენ აირჩიეთ რომელი უფრო მოგწონთ. ოფიციალური პასუხი პირველი. ანტარქტიდაზე ნამდვილი ადამიანის მიერ აშენებული პირამიდები არ არის. ფოტოებზე ის რაც პირამიდებს გავს, არის ბუნებრივი მთები და კლდეები, რომლებიც პირამიდის ფორმას იღებს. ეროზიას პლუს ქარი და პლუს ყინული ქმნის ამ ფორმას. ადამიანის ტვინის თვისებაა პარედოლია, ფორმებში ნაცნობი ობიექტების დანახვა. ამას ემატება ადამიანებში კონსპირაციული თეორიების სიყვარული და ამიტომ თქვენ აქ ხედავთ პირამიდებს. ეს არის ერთი პასუხი. პარედოლია აქ ჭირს და კონსპირაციული თეორიები გიყვართ თუ აქ პირამიდებს ხედავთ. პასუხი ნომერი 2. ეს ნამდვილად ადამიანის მიერ აშენებული პირამიდებია. ანტარქტიდაზე, ისევე როგორც ყველგან, პირამიდები ყველგანა. პირამიდები ყველგანა მსოფლიოში, მათ შორის ჩემს YouTube არხზეც კიდევ ამაზე ცალკე ვიდეო, რომელიც აუცილებლად ნახეთ თუ არ გინახავთ. და თუ გინახავთ ამ ვიდეოს ყურების შემდეგ ისევ ნახეთ. და მაინც კაია. ადრე 4000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე და კიდევ უფრო ადრეც, პირველი ადამიანები, ვინც მთელი დედამიწა დაალაშქრა, იყვნენ პოლინეზიელები. შეიძლება ისინი ჩასულიყვნენ ანტარქტიდაზე და აშენებდნენ პირამიდები. თქვენ ალბათ ასვამთ კითხვას. -60 გრადუსში ნახევარ ციშველი ადამიანები როგორ აშენებდნენ პირამიდებს? ან რამე საერთოდ. თქვენ მართალი ხართ. ვერ აშენებდნენ ვერაფერს. სანამ აშენებას გადაწყვეტდნენ, მანამდე გაიყინებოდნენ. ვერც კი მიუახლოვდებოდნენ. მაშინ როგორ? აქედან იწყება უკვე ამ ვიდეოში ახალი ეპოქა. როცა პირამიდები ააშენეს, ანტარქტიდაზე ყინული არ იყო. მცენარეები ცალსე და კარგი თბილი გარემო იყო. მეცნიერები თანხმდებიან და ადასტურებენ ანტარქტიდაზე თბილი გარემოს კვალს. ნაპოვნია დინოზავრის ძვლები, ხის მორები და ტყის კვალი. შენიშვნა: ტყე ყინულქვეშ ვერ იზრდება. ახლა მე დაგისვამთ კითხვას. თუ ანტარქტიდაზე იყო სითბო, მაშინ ყინული სად იყო? პოლუსი სად იყო?